გამარჯობა საქართველო. დღეს მინდა აგიხსნათ ჩემეული ხედვა, რას ნიშნავს ნამდვილი ბედნიერება. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველას გადაგხვდა, მათ შორის მეც, ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ჩემი ძმის 28 წლის გარდაცვალება, რომელიც შეიწირა სისტემამ, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს მართავს. ეს არის კორუფცია, ეს არის განუკითხაობა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა მაძლევს ძალას, რომ ვიარო დიდი ტემპებით წინ და შემოვიერთო ათასობით ადამიანი გვერდით. არსებობს სამი დონე ბედნიერების. სამწუხაროდ, მხოლოდ პირველ დონეს სჯერდება 99% მოსახლეობის. პირველი დონე რა არის? როდესაც შენ გაქვს დიდი რაღაც ვარსკვლავური გეგმა, რაღაც მიზანი და იმ მიზნისკენ მიდიხარ. ეს ძალიან ნორმალური, ჩვეულებრივია, ყველას გადაგვიტანია ეს და მიგვიღწევია კიდევაც არაერთხელ ჩვენი მიზნებისთვის და მერე რა ხდება? აქ კითხვა ისმის, რა მინუსი აქვს სწრაფვას სიდიადისკენ. პირველი, ეს არის ის, რომ ის დიდი ხანი არ გრძელდება, მეგობრებო. ვისაც მიგიღწევიათ კონკრეტული მიზნისთვის, თქვენის დროის დიდი ხანი ის სიამოვნება, ეგ ეწოდებული, არ გრძელდება. ან ზოგ შემთხვევაში ისეთ დიდ გეგმას ვისახავთ, რომ მას დიდი პერიოდი ჭირდება მისაღწევად და ეგეც სტრესულ სიტუაციაში გვამყოფებს. ანუ ეს არის პირველი დონე ბედნიერების, რომელიც რეალურად არ არის ბედნიერება. მეორე დონე არის ის, რაც ჩვენ გვიყვარს. ძალიან ცოტაა სამწუხაროდ სოფლიოში ადამიანი, რომელიც იმ საქმეშია, რაც უყვარს. მაგრამ მოდით უფრო მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. აი, როდესაც გიყვართ მაგალითად ფეხბურთის თამაში, ან თქვენ საკუთარ შვილებთან თამაში. დრო ისე გადის, რომ ვერც კი გაანალიზებთ. იმიტომ რომ თქვენ ის გიყვართ, თქვენ იმ ფლოუში ხართ, თქვენ იმ ემოციებში ხართ და თქვენთვის ეს ყველაზე ბედნიერი მომენტებია, ხო? და ეს არის უკვე შემდეგი დონე, რომელიც ნამდვილად უნდა მიისწრაფოდეს რეალურად ადამიანი, თუ უნდა რომ ნამდვილი ბედნიერება იგრძნოს. მაგრამ რა არის მესამე დონე? აი, მესამე დონე არის მეორე დონის დანამატი. ანუ მეორე დონეს ემატება გრანდიოზულობა და ეს გრანდიოზულობა გულისხმობს იმას, რომ თქვენ ხართ იმ საქმეში, რომელიც გიყვართ და ამას ემატება ის, რომ თქვენ ეს საქმე მიძღვნილი გაქვთ სხვებისთვის. ანუ თქვენ აკეთებთ ისეთ რაღაცას, რომელიც თქვენზე უფრო დიდია. აი, ეს არის ნამდვილი ბედნიერება. და რომ შევაჯამოთ ძალიან მოკლედ, ვისაც გეზარებათ ანალიზი, ბედნიერება ჩემთვის არის სიყვარული. და არა სიყვარული ერთი გაგებით, არამედ მთელი მისი სიღრმისეული გაგებით. ეს არის ბავშვის სიყვარული, ეს არის ხალხის სიყვარული, ეს არის შენი საქმის სიყვარული, ეს არის მეორე ნახევრის სიყვარული და ასე შემდეგ. ყველას გისურვებთ ამ ახალ წელს, რომ ყველას მიგეღწიოთ მესამე დონისთვის, როდესაც თქვენ თავს მიუძღვნით სხვებს და ამით ხდებით უფრო ბედნიერი და გრძელვადიანად ბედნიერი და მე მგონი დამეთანხმებით, რომ ამ ცხოვრებაში მთავარი ბედნიერებაა. ფული რაც ავდა ბევრი კონდეს, თუ სტრესულ საქმეში ხარ, რა არის შენი ცხოვრება? სტრესული და არაბედნიერი. ჩემი სურვილია, რომ 2026-ში ყველა ვიყოთ ნამდვილად ბედნიერები და მართლა გულით გისურვებთ ამას. და რა თქმა უნდა, საქმითაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ. ყველას ბედნიერი ახალი წელი.